Ელენე ხოშტარია საუბრობდა კოალიციის პოზიციაზე, მაგრამ მაინც როგორია თქვენი პოზიცია? თუ არ ვწდები თქვენი გუნდიდან ზურა ჯაფარიძე ასევე წინააღმდეგობის პლატფორმას შეუერთდა, დროა მონაწილეობს წინააღმდეგობის პლატფორმაში, ახალი არ მონაწილეობს, მაგრამ ასე ვთქვათ, მას დამოუკიდებლად როგორი პოზიცია აქვს, თუ მისი პოზიცია არის პლატფორმის პოზიციის თანხვედრაში? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სწორედ ამიტომაც არ არის მნიშვნელოვანად ახალი ამ პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რადგან ჩვენ თავის დროზე ვერ შევთანხმდით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ რაღაცა შესაბამის ჩანაწერთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია, რა ვიცი, თავიდანვე ცხადი იყო, როცა არ აღიარებ არჩევნებს, არ იღებ დაფინანსებას და წინააღმდეგობაში გადადიხარ ხელისუფლებასთან, რომელსაც რეალურად მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ის არ არის ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამის თამდევი და ლოგიკურად შემდეგი ნაბიჯი, გასაგრძელებელი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ყველგან და ყველაფერში ბოიკოტირება რეჟიმის. ამიტომ ის რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში რაღაცა გარემოებათა ცვლილების გარეშე გასვლას არ ვაპირებდი, თავიდანვე იყო ცნობილი. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმამდე მარტის თვეში ხდება ეს ყველაფერი. იყო საუბარი იმაზე, რომ მოხდარიყო შესაბამისი ჩანაწერი, სადაც, რა ვიცი, პროდასოლური პოლიტიკური პარტიები ასევე თავის გზას გააგრძელებდნენ და ისევე როგორც არ შევიდნენ პარლამენტში, არ მისცეს ლეგიტიმაცია რუსულ რეჟიმს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თანმიმდევრულები იქნებოდნენ ამ ნაწილში და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, რომელსაც არჩევნები მართლა არ ქვია, რაღაცა ეგრეთ წოდებულ ამბავზე, შესაბამისად იტყობდნენ ვარს. როცა იყო ამაზე წინააღმდეგობა, იქნა შეთავაზებული ასევე გამოსავალი, რომ რაღაცა მოხდარიყო ჩანაწერი, სადაც ვიტყოდით, რომ ყველანი ერთად მივიღებთ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას და ყველას წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ყოფილიყო ეს ჩანაწერი. წინააღმდეგობის პლატფორმაში ლელოსი გახარიას პარტიიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიდან მაშინ არ იყო კაფეობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მოკეთ ამან გამოიწვია მნიშვნელოვანწილად ის, რომ ახალი არ არის ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი. ეხლა ლელოს საუბარი იმაზე, რომ მოდი დავხსნათ ამ თემაზე ვისაუბროთ, ცოტა ღიმბლის მონგრელია, იმიტომ რომ როცა ჩვენ ამ თემაზე საუბარს ვაპირებდით, ჯერ რა ვიცი, არასაჯაროდ და მათ შორის საჯაროდ. ამ თემაზე საუბარს, მოდი დავაზუსტებ, გიორგი. ამაზე საუბარი ადრია. კი ბატონო, თქვენ ამ თემაზე საუბარს და დისკუსიას აპირებდით, თუ თქვენი აპრიორი პოზიცია, რომ გაეზიარებინათ სხვებს, ეს იყო თქვენი პოზიცია. იმიტომ დისკუსია სხვა არის და უკვე წინასწარი განწყობით რაღაც კაფეო პოზიციის ქონა და სხვებისთვის მოწოდება ამ პოზიციის თანაზიარნი იყვნენ, ეს მეორე თემა. მათ შორის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით მზად მოხდარიყო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმებული და ერთიანი პოზიციით გასულიყო პროდასოლური პარტია, ბუნებრივია ეს იძლეოდა თუ კი კიდე რამე იყო გასარკვევი შიგნით საუბრის საშუალებას. მაგრამ ეხლა უკვე ამის დრო აღარ არის. ჩვენ როცა ამაზე ვსაუბრობდით, გითხრეს რომ ამაზე საუბარი ადრეა, ქოცური თამაშია, გახსოვთ ალბათ. მათ შორის ჩემ და სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს ამაზე აკეთებდნენ და დღესაც აკეთებს პარტია ლელო, რომელიც მართლა არის ჩვენი მოკავშირე და მიმაჩნია, რომ მათთან ერთად ბევრი გვიბრძოლია და მომავალშიც ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო ჩამოშლის გზაზე ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ. ასევე ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ რაღაცა ლელოს მხრიდან ამ ეგრეთ წოდებული შეტევის მთავარი პერსონაჟი აღმოჩნდა ირაკლი კუპრაძე, რომელთან ერთადაც კიდე ერთხელ ვიმეორებ და პატივისცემას აქვე უდასტურებ მას, რომელთან ერთადაც მართლა ბევრი კარგი საქმე ვიკეთებია და მჯერა რომ ირაკლი პატრიოტი და კარგი ბიჭია, მაგრამ ის რაც მან ისაუბრა ერთ-ერთ ეთერში ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ერთი დღის თუ ორი დღის დაჭერილი იყო ნიკა მელია. ნუ რბილად რო ვთქვათ, ეს მას არ უხდებოდა და რა თქმა უნდა არ იყო სწორი. მან კონკრეტული ისტორია გაიხსენა. მან თქვა რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე რაღაცა თურმე ძალიან მონდოებით მოძრაობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მელია ციხიდან გამოსულიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მელიას გვახსოვს, რომ ამ კუპრაძემ რა თქვა ამის მიღმა, მელიას პატიმრობის დასრულება უკავშირდება მიშელის შეთანხმებას, არა? ვინმეს მართლა გონია ქალბატონ დიანა, რომ მელიას ის სამაჯური ან ხელიდან მოძურა, ან დაკარგა და ციხეში მაშინ ამისთვის წავიდა? ხო, ყველამ კარგად იცის მელიამ ეს ნაბიჯი რატო გადადგა. გადადგა იმიტომ, რომ რეჟიმისთვის მას შეექმნა კრიზისი. გადადგა იმიტომ, რომ ეს იყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და როცა ასეთ ნაბიჯს დგამს პოლიტიკოსი და მე შეიძლება, მაგრამ მე ვამბობ, პატიმრობა ხომ უკვე ასაგებია, მაგრამ მისი გამოყვანა როგორ შეიძლება და ყოფილიყო მთავარი ამბავი. იქ ხო ჯერთი ძალიან სამწუხაროა და კიდე მიწევს ამის გახსენება, რომ რო არა მაშინ ის ნაბიჯები რაც გადადგა სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ლელომაც, ხო ნიკა მელია ციხეში იყო, როცა შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და ვიღაცები პარლამენტში შევიდნენ. ეს იყო ყველაზე ცუდი, თორე რეჟიმის ჩამოშლა ბევრად უფრო ადრე იყო შესაძლებელი. დღესაც რა ნიკა მელიას რატომ არ ვერ ჩამოშალეთ? არა, ბოდიშრიფტი, მაგრამ როცა იმას რა ქვია 20-20-ის არჩევნების ლეგიტიმაციას მოეწერა ხელი, ამან მოკეთ რეჟიმის გაძლიერება შეუწყო ხელი, თქო, ამას გულისხმობ. ეხლა როცა ხო და მაშინ არ მოიხსნა ასე ამ ლოგიკით, ეხლა ჩემთვისაც უხერხულია
ნიკას მე ძალიან პატივს ვცემ სხვათა შორის გამორჩეულად და მაქვს ასევე კარგი ურთიერთობა და ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან წუხვა რომ ახლა პატიმრობაშია. მაგრამ ამ ლოგიკით მაშინ პატიმრობას კი ნუ გამოეწვევ და პროცესში ყოფნის ვთქვათ ეს დაეყენებინა დღის წესრიგში. ანუ ვინ რა დროს როგორი ნაბიჯი გადადგა, ეხლა ეს შორს წაგვიყვანს, რამდენად სწორი პოლიტიკურად, ნაკლებად პროცესი ამ რეჟიმის ჩამოსვლა შედგა თუ ვერ შედგა. ხო შეგვიძლია დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ 3 წლის წინანდელი ამბავი. ის რომ ნიკამელიას მიერ ამ საქციელის ჩადენამ რეჟიმ შეუქმნა სერიოზული პრობლემები და ამას მოჰყვა კრიზისი, ეს ხო ფაქტია. პრემიერი გადადგა, შემდეგ ეს მისი დაკავება ცალკე თავი იყო, მაგრამ ევროკავშირის ჩართულობა ყველას კარგად გვახსოვს, ამის შემდეგ მოხდა ამბავი. საბოლოო ჯამში პრობლემა რეჟიმს. ის რომ როგორ შეუქმნა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეხლა დღევანდელი გადასახედიდან ვთქვათ, რომ 2021-ში რეჟიმს პრობლემა არ ჰქონდა. ხო, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰქონდა. დღეს რატო აქვს რეჟიმს პრობლემა? საერთოდ თანმიმდევრულობაზე როცა ვსაუბრობდა პროდასავლურ პარტიებს, ეგ მოეთხოვებათ. ვიღაცები აქ ამბობენ, რომ არჩევნებში არ შესვლა ეხა ივანიშვილისთვის რაღაცა კარგი საქციელია. ალბათ იგივე ადამიანები ამბობდნენ, რომ პარლამენტში შედით 61 დეპუტატი ხართ, იქ შექმნით რაღაცა ამბავს და რაღაცები შეგიძლიათ გააკეთოთ. დაფინანსებაც აგეღოთ პოლიტიკურ პარტიებს უჭერს და რა იქნებოდა? რეჟიმი იქნებოდა აღიარებული. ჩვენ ვერ ვაფასებთ იმ გამარჯვებებს. აღიარებული რომ არის თქვენგან, ეს რა პრობლემას უქმნის? თქვენ რომ მას არ აღიარებთ, ამის გამო ისინი არ არსებობენ, კანონებს ვერ იღებენ, თავის ვთქვათ რეპრესიულ როგორც გინდა შეაფასეთ, ვერ აკეთებენ. საინტერესო კითხვა გაქვს და ფიქრობ რომ ერთმა მეგობარმა დაწერა სოციალურ ქსელში, მთვარეს შეიძლება არ შეხედვა, არ აღიარო, მაგრამ ის მაინც არის ბზეც, ანუ ოღონდ ცოტა სხვა ამბავია. მთვარე იქნება, მაგრამ ის რომ ივანიშვილის რეჟიმი დღეს არის ალბათ ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მოდით ფაქტებით გავყვეთ. ჩვენ როგორც ჩანს ხშირად არ ვსაუბრობთ იმ გამარჯვებაზე, რაც იმ გამარჯვებებზე, რასაც მივაღწიეთ ამ ბოლო ბევრი თვის განმავლობაში. ის რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თვლის რომ ქვეყანაში არის კრიზისი და აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი სამართლიანი არჩევნები. ხო, ყველა კვლევაც ხატყობს ამას და ყველა განწყობა რაც ქვეყანაში არის. ის რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომლის გარეშეც ამ ქვეყანას არ სუვერენიტეტი ექნება და არც თვითყოფადობა ექნება, ეს ხო ყველას ასევე გვესმის. ხელსაც კი აღარ ართმევენ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს არ არის გამარჯვება, ის რომ გიორგი არ არის ასე მკაფიო მოწოდება, მხოლოდ ეს იყო ბალტიის ქვეყნები და სკანდინავიის ქვეყნები, ასეთი მკაფიო მოწოდება, რომ ჩაატარეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, მე წავიკითხე შესავალში სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ევროკომისიისა და ევროკავშირისადმი, რომ უფრო კონცენტრირდით ახალ არჩევნებზე და ეს ასე რომ ყოფილიყო, მას ამ მიმართვის გაკეთება არ გასაგებია, მაგრამ სადმე თქვენ ხედავთ ძალიან გენერალურ ხასს მიმართვის, რომ ჩაატარეთ საქართველოში ახალი საპარლამენტო, სად ხედავთ? ხედავ და შევეცდები რომ ახსნა. კი ბატონო. დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნებისთვის, ამ რუსული რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია ძალიან სტრატეგიულ პარტნიორებთან ახლო ურთიერთობა და ეს ბევრჯერ გამოჩნდა 15 წამიანი ხელის ჩამორთმევა მაკრონთან, როგორ შეიფუთა ტრამპის მილოცვა და ასე შემდეგ, ხო? რა ხდება რეალურად ამის მიღმა? ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ეს იქნება, რა ვიცი, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები თუ ზოგადად ევროკავშირი, თუ ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ძალიან მკაფიო გზავნილებით მიდიან ბიძინა ივანიშვილთან და რუსულ რეჟიმთან. მისი პასუხისმგებლობა არის ამ ქვეყანაში კრიზისის დასრულება. და ის რომ კრიზისი ამ ქვეყანაში იმ მასშტაბში, რა მასშტაბიც არის შექმნილი. ახალი სამართლიანი არჩევნების გარეშე არ დაიძლევა, ეს ესმის ყველას. თუ ჩვენ გვინდა სიტყვით გავიგონოთ, კიდევ უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოწოდება იმის შესახებ, რომ ჩაატარეთ ახალი არჩევნები, ახალი სამართლიანი არჩევნები. ამაზე არ არის თქო ქვეყნის გარეთ ეს თქო მოწოდება კონსენსუსის თემა, რომ არიქა ევროკავშირი მოუწოდებს ან თქვა კრიზისის დაძლევისკენ ხო არის მკაფიო მოწოდებები. მათ ხომ მაღალი დონის შეხვედრები კი არა, საერთოდ შეხვედრებიც აღარ აქვს ჩვენ პარტნიორებთან. ისინი ხო ეუბნებიან ჯერ ქვეყანაში კრიზისი დაძლია და მოდი მერე გავაგრძელოთ საუბარი. ის რომ კრიზისის დაძლევა ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გარეშე არ გამოვა, ამაზე ხო უმრავლესობა ვარ შეთანხმებული. ეხლა რას ვაკეთებ ჩვენ პროდასავლური პარტიები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ეხლა ავდგები და ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რაღაცა უაზრო ამბავში, ქართულ ოცნებას ამ რუსულ რეჟიმს შევყვებით, ხო, მაშინ არ ვიცი, ბევრად უფრო გაძლიერდება, რა თქმა უნდა, ივანიშვილი და ფას დაკარგავს ყველაფერი, რაც ვაკეთეთ. ფას დაკარგავს პოლიტიკური პატიმრების ბრძოლა, ფას დაკარგავს, რა ვიცი, ის 10,000-ობით ადამიანის ბრძოლა რუსთაველის გამზირზე, რომელთაგან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ სასტიკად სცემეს. ფას დაკარგავს არაღიარებაზე საერთოდ მუშაობა, მათ შორის პოლიტიკური პარტიები. გიორგი, როცა პარლამენტში არ შეხვედი, როცა დაფინანსებაზე უარი თქვი, ამ ყველაფერს ფასის დაკარგვასთან. რა თქმა უნდა, ეს არის კითხვა, რა თქმა უნდა, ლელოსთან არის მთავარი კითხვა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მიდიოდა ამ ლოგიკით, რატომ არ
რატომ არ მიიღო მანდატები? რატომ უარი თქვა პარლამენტის საპარლამენტო მანდატებზე? მე ამ კითხვას სხვათა შორის სულ სვამდი მათი მისამართით და სხვების მისამართითაც. უბრალოდ თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა. ბოიკოტის შემთხვევაში, როცა საუბრობთ პატიმრებზე, საუბრობთ, ესე ვთქვათ, ადამიანებზე, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს, სცემეს ქუჩაში, დაიჭირეს და ასე შემდეგ, ბოიკოტით როგორ ეხმარებით მათ? ან არჩევნებში მისვლით როგორ ეხმარებიან ისინი? რატო არ მივიდა პარლამენტის ნაწილით რო გავიაროთ ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვები? არ მივიდნენ, იმიტომ რომ ისინი არ აღიარებენ მას, არ თვლიან ლეგიტიმურად და შესაბამისად მათი არ მისვლაც ბრძოლის ნაწილი იყო, ხო? ვიღაცებს გირაუ შეუფარდეს, ვიღაცები ციხეში წავიდა, ირაკლი ოქროვაშვილი, ჯაფარიძე, ნიკამელია, ძალიან მალე ვიცით რომ ჩვენი კოალიციის კიდე ერთი ლიდერი დიდი შანსია რომ ისე ვიქაღმოჩნდეს, ხო? ეს არის სწორედ რაღაცა წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან. განა იქ სამაჯურზე ვსაუბრობდი ნიკამელიას შემთხვევაში, ოქროვაშვილს, ზურა ჯაფარიძეს, ან მელიას ან გვარამიას ქონებას უზრუნველყოფითაც არ შეეძლოთ ამით შეხვდა, მაგრამ ეს არის იქნებოდა იმისა რომ ჩვენ ვართ მართლები, წინააღმდეგობას მოყვება შედეგი და მივდივართ ციხეში, იმიტომ რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის ციხეში წასვლა ხელისუფლებას როგორ ჩამოშლის, როგორ დასასრულს როგორ დააყენებს. აი რაღაცნაირად უფრო გადათამანახეთ. კიდე უფრო მეტ სასოწარკვეთას და უიმედობას ხომ არ გამოიწვევს. მე არ მგონია რომ რა საპროტესტო მუხტი აიწია ახლა ამ დღეებში მაგათ პატიმრობის გამო. ქვეყნის შიგნით ამას სასოწარკვეთა მოყვა პირიქით, როცა პოლიტიკური ლიდერები აძლევენ პირად მაგალითს იმისას, რომ რა ვიცით, მათ შორის ციხეში ჩაჯდომისთვისაც მზად არის ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მგონია რომ ეს мотиваციის მომცემია და არა სასოწარკვეთის. თქვენ ახსენეთ შესავალ სიტყვაში, რომ არავის პატიმრობა არ მინდა ეს რატომ მაძლევს мотиваციას. მაგრამ სამხარეო ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი ხშირად გადის ციხეში. რაც შეეხება გარეთ. ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ნიკამელიას პატიმრობა. რატო გაძლევთ мотиваციას? იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც აქვთ რწმენა იმისი, რომ ამ ქვეყანას აქ მომავალი. და რწმენა იმდენად ძლიერი აქვთ, რომ მზად არიან თავისი მცირეწლოვანი შვილები სახლში დატოვონ ბევრი თვით, ან შესაძლოა წლით ვერ ნახონ თუ ეგიც საჭირო იქნება და წავიდნენ ციხეში. მგონია რომ როცა ასეთი რწმენით გამშვალ ადამიანს უყურებ, ბევრს უნდა ნიშნავდეს და დარწმუნებული ვარ ნიშნავს თქვენთვის, ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის. შესავალ სიტყვაში თქვენ ძალიან მალე იყოს ის თავისუფლება. ყველას გვინდა. თქვენ შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტარების რაღაცა რეაქციებზეც ჰქონდათ ხო მონოლოგი და თქვენ თვითონ ვეთქვით რომ ხო განსაკუთრებულად რასაც ესე ვთქვათ აქცენტს აკეთებენ ევროპარლამენტარები ან განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ რა თქმა უნდა ეს არის რაღაცა დევნა იმ კანონების მიხედვით რასაც ღებულობს რუსული რეჟიმი ტელევიზიებისა თუ არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკურ პატიმრებს და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას ის რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებას უკვე მოყვა უმწვავესი გამოხმაურება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ის რომ ეს რაღაცა სიმწვავე კიდე უფრო მეტად გაიზრდება ეს ხო რა ვიცი შავი თეთრზე იკითხება უკვე და ყველასათვის არის ცხადი და ამ დროს როცა შენი კოლეგა პარტნიორი პარტია რაღაცა ყოველგვარი რაღაცა რაღაცა ზედმეტი ლოგიკის გარეშე გეუბნება რომ ეხლა არჩევნებისში შესვლა და თბილისის გამოგლეჯვა არის შესაძლებელი ხო რა ვიცი ცოტა კიდე ერთხელ მეორე ვერიდები უნდა მოვერიდოთ ხოლმე განსაკუთრებით ოპოზიციონერები ერთმანეთის მიმართ პროდასალური პარტიები ხის საუბარს მაგრამ არ შეიძლება ამას რაღაცა ისე გონივრული ფარგლები უწოდოთ ხო? კი ბატონო. დაივიწყეთ ახლა ეგ პარტიები მე გელაპარაკები. მოგებული არჩევნები წაგვართვა ქართულმა ოცნებამ ბევრად უკეთეს დროს და დღეს როგორ შეიძლება ვინმეს კონდეს ილუზია თუ არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში. ამ არაღიარებული პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონმდებლობით არჩევნებში როგორ შეიძლება იყოს ნორმალური? მე ვფიქრობ რომ თანმიმდევრულობის მოთხოვნა ეს არის ეს თქვა და ამ ხრივ მკაფიობის არის ძალიან მნიშვნელოვანი მე სულ მაქვს ხოლმე ჩემს სტუმრებთან ამაზე ლაპარაკი, თუმცა ასე შევხედოთ მინდა პროცესს. აი ამ არჩევნებში, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ, რომლის შედეგს და რომელსაც ამბობთ, რომ ის გაყალბდა და არასახავდა ქართველი ხალხის ნებას, ხომ ასე ამბობთ? არ აღიარებთ თუ არის მოსახლეობის უმრავლესობა და კი ბატონო, ეს არის კი ბატონო, ეს არის თქვენი შეფასება ამ არჩევნებისადმი. ამ არჩევნებში თბილისში ქართულმა ოცნებამ მიიღო 263,000 ხმა, ხოლო ოპოზიციამ ჯამში, მე აქ ვთვლი ყველა ეს თქვა ოპოზიციურ ჯგუფს, მიიღო 350,000 ხმა. აი ამ
ესეთ გაყალბების რესურსები გამოიყენა, დაივიწყეთ ახლა ლელოც, კახარიას გუნდიც, ჩემი არგუმენტი არის ასეთი. ყველა რესურსი, რაც ჰქონდა, გამოიყენა, ოპოზიციამ ჯამში აიღო 350.000 ხმა, ხელისუფლებამ აიღო 263.000 ხმა. ეხლა მე რომ ბიძინა ივანიშვილი ვიყო, ჩემს ინტერესში აუცილებლად შევიდოდა რომელიმე ორი მოთამაშის გასვლა ბოიკოტში ამ არჩევნები და რომ ჩემს პარტიას ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე გავამარჯვებინო ამ არჩევნებზე. ანუ ახლა როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის მოკავშირეობა მონაწილეობაა თუ ბოიკოტი? ასე დავსვამ. რადგან თქვენ თვითონ დააყენეთ თავი ბიძინა ივანიშვილის ადგილას, მაშინ მეც დაგისვამ. კი ბატონო, ანუ მე ლოგიკისნა მე მინდა რომ ყველა თქვენი ბოიკოტისკენ ხარ თუ მონაწილეობისკენ იყოს დასაბუთებული ლოგიკური და უცაბედი გადაწყვეტილებები თქვენს უკან ხალხი დგას, რომლებსაც აი ეს ემოციური, ეს თქვა ხან ერთ ემოციურ ტალღაზე მერე მეორეზე გადაერთვებიან, მინდა რომ კარგად იყოს ახსნილი თქვენი ყველას გზა. შევეცდები რომ ამ როლში დავეხმარო მაყურებელს. მოყვებით და შევეცდებით რომ კარგად ახსნათ. თუ თქვენ ბიძინა ივანიშვილი ხართ და არა ორი პარტია, არამედ 4-ვე პროდასავლური პარტია, რომელმაც მისი დათვლითაც კი გადალახა ბარიერი და მისი დათვლით ხართ უფრო მეტი. კი, აქ იცვლება ლეიბორისტების ხმებიც იაგო ხვიჩიას. თუ მე რა უნდა გიპასუხოთ, თქვენ მიპასუხეთ. თქვენ მიპასუხეთ როგორც რაღაც ბიძინა ივანიშვილის გადმოსახება. არა, მე უბრალოდ პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას. თქვენ კმაყოფილი იქნებით? თქვენ ჩათვლით რომ ეს არჩევნებია? მე არ ვიქნები და მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ნახეთ, ვიღაც იაგო ხვიჩია ხომ მიიღებს მონაწილეობას, გახარია ხომ მიიღებს მონაწილეობას. მე დიდი იმედი მაქვს, სხვა შორის იშვიათად ვეთანხმები ხოლმე ქალბატონ ჩერგოლეიშვილს, მაგრამ გონი ეს პოსტი მართლა სწორი იყო, რაც თქვენ წაიკითხეთ შესავალში, თუ ლელო არ მიიღებს მონაწილეობას და რავი, ბოლომდე იმედი მაქვს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, წარმოუდგენელ რაღაცა ცუდ საქმეს გაუკეთებენ ქართულ სახელმწიფოს მითი ამ მონაწილეობით. მათი არ მონაწილეობა, საკრებულოში ვინ იქნებით წარმოდგენილი, ეს ახლა ვფიქრობ, ჩემი მთავარი საზრუნავი არ არის, მაგრამ ლოგიკა მინდა რომ დამანახო. აქ ვარ, მოკეთ ლეო თუ არ მიიღებს მონაწილეობას, არის თუ არა ორი მინიმუმ ორი პარტიის გაყვანა ამ ველიდან, ეხლა ივანიშვილის ინტერესი. დიახ, არის. ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაცა უმნიშვნელოვანესი ამბავია, ეხლა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღოს მონაწილეობა და ორმა მიიღოს. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ლეგიტიმურია, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მისი რეჟიმი ლეგიტიმურია, იმიტომ რომ ამ ორის გასვლა ავტომატურ რეჟიმში აღიარებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ გავიდა 4-ვე და ეს რაღაცა თბილისს წავართმევთ, ბათუმს წავართმევთ და არ ვიცი. მე არ ვიცი, ალბათ ჩემი აზრით ეხლა არჩევნებში მონაწილეობა არის ოპოზიციის ადგილისთვის ბრძოლა, ჩემი დაკვირვებით. გეთანხმებით და ამიტომაც წins ჩვენ განსაკუთრებით ლელოს ეს პოზიცია. ეს ჩემი პოზიცია დაკვირვებაა პროცესზე, იმიტომ რომ ვთქვით, რომ ოპოზიციაში ოპოზიციურ პოლიტიკურზე მეტი სტაჟი მაქვს ამ პროცესებზე დაკვირვების. კი ბატონო. დიდი მადლობა, კარგია რომ ზუსტად გაუგეთ ერთმანეთს, მეც ვთვლი რომ ზუსტად ეგ არის. ეხლა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, თქვენ მეუბნებით რომ ჯამში 24 წლის არჩევნებზე თბილისში, სადღაც სხვა ქალაქებში ჯამში ქალაქები არა, თბილისი ავიღე ეხლა ფათაშორის თამარ ჩერგოლეიშვილს ედო ეს თბილისის მაგალითები და საინტერესო იყო ამ ციფრები. მას შემდეგ რაც დამთავრდა 2024 წლის ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები. ქართულმა ოცნებამ გარემო ოდნავადაც კი არ გაუმჯობესა. პირიქით გაუარესა ყველა სხვა მიმართულებით. მათ შორის გაუარესა საარჩევნო სისტემაც კი არაღიარებულმა პარლამენტმა, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ, შეცვალა კანონი და ნაცვლად 10 მაჟორიტარული ოლქისა თბილისში არის 25 მაჟორიტარული ოლქი. ისევ როგორც სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში გაზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციისთვის მაშინ მონაწილეობა გაართულა. მეორე მხრივ, იქნა შესაბამის კანონმდებლობაში სრულებები გატარებული, რომლის მიხედვითაც რაღაცა CSKO შესაბამის დადგენილებით დაკვირვების საშუალებაც კი ამის აღარ ეძლევა იმას რა ქვია საარჩევნო უბანზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ანუ ყველა მიმართულებით გააუარესა საარჩევნო სისტემა და შესაბამისი რაღაცა კანონები. ამასთან ერთად საზოგადოებაში აშკარად დაკვეთა იმისი, რომ არა თვითმმართველობაში სადმე 2-3 ან 5 კაცი გავიყვანოთ, არამედ ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც თავის რეჟიმთან ერთად არის თავარი მტერი ამ ქვეყნის მომავლის, რომელიც რაღაცა კედლად არის აღმართული ჩვენს ქართულ ხალხსა და უკეთეს ცხოვრებას შორის, ევროკავშირს შორის. ამ ადამიანის დემონტაჟი არის მნიშვნელოვანი. 21 წლის არჩევნებზე, სხვას რო თავი დავანებოთ, მე ყველაზე კარგად რაც ვიცი და მათ შორის დირექტლი ბევრჯერ ვახსენე დღეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ ის მიმართ ასევე დიდ პატივისცემას, მე და დირექტლი ერთად ვიბრძოდით ბათუმში. პირველი ტური პირწმინდად მოუგე და სხვათა შორის ფულის გარეშე და ეს ძალიან კარგად იციან ბათუმში, რა ვიცი, ბევრმა ადამიანმა ვინც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. მეორე ტურში სხვაობა ქართულმა ოცნებამ, ვიცი როგორ დაწერა?
ჩვენსა და მათ შორის ხმებში რაოდენობა სხვაობა იყო ორჯერ უფრო ნაკლები ვიდრე ბათილი ბიულეტინი. როცა დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს, დამთავრებულ არჩევნებზე 8 საათის მერე ბათილი ბიულეტინებით გადაწერა შედეგი. და ეხლა 21 წლის მერე 1000-ჯერ უფრო გაუარესებულ არჩევნებში. ვინმეს მართლა უნდა დაგვაჯეროს, რომ მართლა გამარჯვებისთვის იბრძვიან? თქვენ სწორად ეს შედეგი რაც არის 1000-ჯერ გაუარესებული არის. 1000-ჯერ გაუარესებული არჩევნებია 24 წლის შემდეგაც. კიდევ ერთხელ გავუნებით, საარჩევნო სისტემა რეჟიმის მიერ უკანონოდ არჩეული პარლამენტის მიერ შეცვლილი და მხოლოდ სხვა სოკოლებში თავი დაუნებოთ პოლიტიკურ პატიმრებს რაღაცას. ესე იგი, თქვენ გაქვთ ბოიკოტის წინასწარ განწყობა. მაშინ რა დისკუსიაში იწვევდით სხვა პოლიტიკურ პარტიებს? არა გვაქვს წინასწარ განწყობა, ჩვენ ვამბობთ, რომ დისკუსია გვინდოდა ამ თემაზე და ისინი არ მოდიოდნენ. თუ ამბობთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ ღირს, ეს გაქვთ გადაწყვეტილად, მაშინ რაზე სალაპარაკოთ იწვევდით ახლა თქვენი აზრის თავზე მოსახვევა? მეტიც არათუ არ მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ რომ ამაზე საუბრის დაწყება ხოცებს აწყობსო და დღეს გვეუბნებიან რომ ამაზე ვისაუბრეთო. რა თქმა უნდა, დავარწმუნებდით ყველა ამ არგუმენტის სისტორეში, მათ შორის არასაჯაროთაც და თუ საჭირო იქნებოდა საჯაროთაც, მაგრამ ხო კიდევ კარგად უნდა გვესმოდეს თქო რომ სადღაც თანმიმდევრულობა არ უნდა დაარღვიოს, თორე ეგ გამოიწვევს წარმოუდგენელ ნიჰილიზმს, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გასვლა ნიშნავს პრაქტიკულად ლეგიტიმაციის მიცემას ივანიშვილის რეჟიმისთვის საპროტესტო მუხტის ბოლომდე მოკლას ქვეყანაში და რას ვაკეთებთ ამითი? მე დაგეთახმეთ თქვენ რაც თქვით, ამითი გავაკეთებთ იმას, რომ რომელიღაცა პოლიტიკურ პარტიას ექნება სათქმელი, რომ მას უფრო მეტი რეიტინგი ყავს და უფრო მეტ საკრებულოში ყავს ადამიანი შეყვანილი. არ არის ეგ, არ ვდგავართ ჩვენ ახლა ისე, სადაც პროდასოური პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს რეიტინგით უნდა ვეჯიბრებოდეთ, თორე ძალიან რაღაც ჩვენ შეგვიძლია ბევრი შრომა. კვლევაზე ლაპარაკობენ, გიორგი, გაქვთ თქვენ ინფორმაცია, რომ არსებობს რაღაც კვლევა, სადაც საზოგადოებას, იმიტომ რომ აქტიური ადამიანები მესმის, მათ შორის Facebook-ში მუდმივად ყველა თემაზე ყველაზე კომპეტენტურები რომ არიან, მაგრამ შეიძლება ეს საქართველოს არ უდრის, ამიტომ გაქვთ თუ არა შესწავლილი თქვენი ამომრჩევლის განწყობა ამ ხრივ როგორია? კვლევა რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელზეც საუბრობდა ლელო, მე ამ კვლევასთან წლომა არ მაქვს, მოკლედ არც ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა წერია ამ კვლევებში, ოღონდ ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია და ჩვენთვის წარმოუდგენელი ამბავია, რომ საქართველოში, ესე ვთქვათ, საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობა ეხა მართლა ფიქრობდეს იმაზე, რომ სადღაც შევიდეთ არჩევნებში და იქნებ რაღაცა მოვახერხოთ. ვერაფერს ვერ წავართვებთ, ქალბატონ დიანა, თქვენც მეც და ყველა მე ხო ძალიან კარგად იცის. ამ მოცემულობაში, ამ თავი რო დავანებოთ თანმიმდევრულობას და იმას, რომ საერთოდ პოლიტიკოსებს თანმიმდევრულობა მოეთხოვებათ. რეალურადაც ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისს არ დათმობს. 1000-ჯერ გაუარესებული კანონებით, 1000-ჯერ რაღაცა კიდევ უფრო გამძაფრებული რეჟიმი. არანაირ შანსს ამისას არ მოგცემს. ამიტომ ამაზე საერთოდ საუბარიც კი მე მგონია რომ ეხა ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. ასეთი ნახოთ რა როგორი იქნება გადაწყვეტილება ლელოსი, თქვენ შემდეგ ჩვენ ლელო იქნება სწორედ. თქვენ შემდეგ ხო, რომელია სწორი გადაწყვეტილება, ამას დისკუსიაც არ აწყეს უფრო ფართო. მე და თქვენ ხო შევთანხმდით, თქვენც ხო არა, მე არ შევთანხმდი. რას ნიშნავს ამ არჩევნებში ოპოზიციისთვის მონაწილეობა? თქვენი განწყობაც ხო ძალიან ნათელი იყო. არა, მე ვარ ზოგადად, მე არც მანდატების დაყრის მომხრე არ ყოფილვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი ქონდა, მაგრამ ის ნამდვილად ქონდა, ამიტომ მე მინდა, როცა პარტიას ხმას ვაძლევ, მან ჩემი ხმა არ დაკარგოს, არ ყველაფერი გააკეთოს და იბრძოლოს. არ ვიცი, აი დრო აჩვენებს რა იყოს სწორი სტრატეგია, მოდი ასე შევხედოთ. მე დავიწყებ დებატს. რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნების რაღაცა გამარჯვება მიგვიღწევია და 1990 წლის არჩევნებს ახსენებენ ხოლმე, როცა კომუნისტური პარტია დაამარცხა მაშინ ეროვნულმა მოძრაობამ, მაგრამ რაღაცა ისტორიაც ალბათ კარგად უნდა ვისწავლოთ. 90 წლის მარტში ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ ზვიად გამსახურდიამ და რა ვიცი ეროვნული მოძრაობის ლიდერთა დიდმა ნაწილმა. ზვიად გამსახურდიამ არ გამოუცხადა იმ არჩევნებს ბოიკოტი, გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კონგრესი შეკრეს, ცალკე არ მიიღეს. აი ამიტომ ვამბობ, რაღაცებს კარგად უნდა ჩავხედოთ. 90 წლის მარტში არჩევნებში არ შევიდნენ. ეროვნულმა მოძრაობამ შეაცვლევინა კანონმდებლობა და გახსოვთ ის ცნობილი აქციები და მხოლოდ შეცვლილი კანონმდებლობის შემდეგ შევიდა არჩევნებში ეროვნული მოძრაობა და რუსული რეჟიმი დაამარცხა. იგივეს ვამბობ ჩვენც. თუ არ შეიცვალა მნიშვნელოვანი ამბები. კი ბატონო, ეს გააყენეთ საკითხი, ელაპარაკეთ ერთმანეთს. თვითმმართველობის ტერმინი პირიქით, თვითმმართველობა ჩვენ როგ ესმის, ისე კარგად გვგონია. მადლობა გიორგი კირთაძეს.